დღეს სულიწმინდის დღეა ჩემო ძვირფასებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. სულიწმინდის, რომელიც სულიწმინდას ყოველგან არს და ყოველსავი აღავსებს მადლით და თვისით. დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღე არის ყველა მართლმადიდებელი ადამიანისთვის. იმიტომ რომ ერთის მხრივ ვთქვათ, განსხვავებული მსახურება არის, ცოტა დავიღალეთ, ცოტა გაგრძელდა მსახურება, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება ჩვენ ფიზიკური ძალები დავიღალეთ, მაგრამ მადლით ვივსებით და მადლობა ღმერთს ამისთვის. აგერ სახარებიდან გავიხსენოთ სხვები რა დროსაც უფალი მოციქულებთან მიდის და ეუბნება, შებერავს მათ ეუბნება, რომ მიიღეთ სულიწმინდა. ნახეთ, სწორედ აი ამ სულიწმინდაზეა საუბარი. აი დღევანდელ დღეს მოხდა სულთ მოფენობა. აი სულთ მოფენობისთვის მოციქულები სად იყვნენ, რომ სულიწმინდა მიიღეთ, მაგრამ საკითხავი არის ხოლმე ის, რომ ჩვენ ვართ თუ არა ამისთვის მზად და რა თქმა შეიძლება ადამიანი იყოს მზად სულიწმინდის მისაღებად. ხოლმე მის შემდეგ, რაც ადამიანი თავის სულიან მხარეს გამოასწორებს. ჯერ ადამიანმა ნებისმიერმა პიროვნებამ თავის თავში არსებული სულიერი სამყარო უნდა შეცვალოს, უმკურნალოს, გამოასწოროს. აი ამ ყველაფრის შემდგომ უკვე ხდება მზად სულიწმინდის მისაღებად. რა თქმა უნდა, აქ უმთავრესად დაისადგუროს მშვიდობა ადამიანის სულში. თუ შენ პიროვნებამ შენში მშვიდობა არ არის, მაშინ სულიწმინდის ადგილი იქ არ იქნება გამოწვეული. ნახე, თუ შენში შურია, შურისიება, ბოღმა, ღვარძლია, კანკითხვა, განცვა, გინება, წყევლა და ასე შემდეგ, მაშინ შენ არ ახარ ჭურჭელი სულიწმინდის. აი ამით უნდა ვიცნათ ხოლმე ჩვენ თავითო, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად მზად. აგერ დღევანდელი დღე ეკლესიის დაბადების დღედაც იწოდება. იმიტომ რომ სწორედ დღევანდელ დღეს დაარსდა ეთა ეკლესია. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველნი ვართ ეკლესიის წევრნი, ეს არის თითოეულის სულიერი დაბადების დღე ასე. იმიტომ რომ ჩვენ მთლიანობაში ეთა ეკლესიის ნაწილს შევადგენთ, ეთა ეკლესიის წევრები. სწორედ აი ამიტომ არის ხოლმე, რომ განსაკუთრებულად, რაღაცა განსხვავებულად ერთვება ხოლმე ეკლესია, თუნდაც ავიღოთ გარეგნული სახე, რაც არის ყვავილებით და მცენარებით შელამაზება. ეს იმიტომ, რომ ეს არის ყველა ადამიანის, ყველა მართლმადიდებელი ადამიანის სულიერად დაბადების დღე. მოგეთ რა მოხდა დღევანდელ დღეს? ჩვენ ალბათ ვიცით, თუმცა ძალიან მოკლედ, ძალიან მცირედ შეგახსენებთ, რომ ამაღლებიდან მეათე დღეს მოხდა საოცარი რამ. სადაც იყო ღვთისმშობელი, იყო 12 მოციქული და მათთვის თხილულად ზეციდან გარდამოვა ცეცხლი ენების სახით და ყველაზე გადავა ეს სულიწმინდის მადლი. როგორი იყო ეს ცეცხლი? ეს იყო, რა თქმა უნდა, უნივთო, ხელთუქმნელი ცეცხლი. გავიხსენოთ აღდგომის დროს, რომ მაცხოვრის საფლავიდან გადმოდის ხოლმე ცეცხლი. ის ხო თავიდან გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ხომ არის უნივთო. არის უბრალოდ თბილი, როგორც ნამამები გვასწავლიან, სახთო ცეცხლი არის თბილიო, ნიშნად სულიწმინდისა. აი ესეთი ცეცხლი გადმოდის ხოლმე აღდგომის დღეს მაცხოვრის საფლავიდან. სწორედ ესეთი ცეცხლი გადმოვიდა ზეციდან ჩემო ძვირფასებო და ესეთი ცეცხლი დაადგა მათ თავთა ზედ, რომელიც იყო თბილი, ნიშნად სულიწმინდის. წარმოიდგინეთ მოციქულები, რომლებიც მაგამდე იმალებოდნენ, ეშინოდათ და ასე შემდეგ, როგორც კი აღივსნენ ზეციური ძალით, ალაპარაკდნენ ყველა ენაზე. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მოციქულები ყველა ენაზე საუბრობდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს ყველა ქვეყანაში. ჩვენც ხო აქტიურად რომ ვთქვათ, მოციქულებრივი ღვაწლი გვაქვს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მონათულ ადამიანს.
რა დროსაც ადამიანი ინათლება და ხდება ქრისტეს ოჯახის წევრი, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მოციქულებრივი ცხოვრება. ანუ რას გვეუბნება ახლა, რას გულისხმობთ? იმას, რომ ჩვენც უნდა ვიქადაგოთ ღვთისით მოუწილებლად. ჩვენც უნდა ხალხს ღვთის ჭეშმარიტება გამოუცხადოთ. ჩვენ თუ არ ვიქადაგებთ და ჩვენ თუ ღვთის ჭეშმარიტებას არ გამოვაცხადებთ, არ გამოუცხადებთ. მაშინ რისთვის მოვინათ? რატომ მოვინათ? რატომაც მართლმადიდებლები? მაგრამ კიდევ ერთი არის. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს როგორც მართლმადიდებლებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სანიმუშო ადამიანები. არა იმიტომ რომ ვიღაცამ თითით გამოიშვეს და რა კარგი ადამიანია. არა, მხოლოდ ამიტომ არა. ნებისმიერი ქრისტიანი უნდა იყოს მაგალითი ყველა ადამიანის. ნებისმიერი მაზიარებელი, აღსარებელი ადამიანი უნდა იყოს მაგალითი ნებისმიერი, თუნდაც ქრისტიანისა, თუნდაც სხვა სარწმუნოების წარმომადგენელისა. ჩვენ უნდა ვიყოთ შემოძვრფასებელ მაგალითები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მართალი ეცური. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და თუ კი ჩვენ უზნეოდ ვცხოვრობთ, თუ კი ჩვენს გულში საშინელებები ხდება, მაშინ აბა წარმოვიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს ჩვენს სიტყვას. ღვთის სიტყვას კი არ გავავრცელებ და ღვთის ჭეშმარიტებას კი არ დავანახეთ ხალხს, არამედ დავაბრკოლეთ. ეს არ არის ძალიან ხშირ შემთხვევაში. არის ხოლმე რომ თიც გამოიშვერენ და ამბობენ ხოლმე რომ ჩვენს ხო ეკლესიურია და რატო ინანცხება, რატო იგინება, რატო იწყევლება, რატო განიკითხავს და ასე შემდეგ. ჩვენ და საუბედუროდ ესეთი შემთხვევა ძალიან ხშირია. როგორც გითხარით, დღევანდელ დღეს უხვად გარდა მოვივნება ზეციდან მადლის სულისეწმის და ჩვენ გული უნდა გავხსნათ აუცილებლად. უნდა გავხსნათ გული, რომ ეს მადლი გულში შეუშვა, რომ ვიყოთ აღხსევნი სულიწმიდით. ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგვახსოვს ჩვენ ყველა გამწმინდოს და მოგვცეს ძალა ერთმანეთის უანგარო სიყვარულისა. მოგვცეს ძალა ერთმანეთის უანგარო მეგობრობისა. გაგახაროთ ღმერთმა, გაგამრავლოთ ღმერთმა.